ქართული ოცნების დეპუტატ ალუდა ღუდუშაუს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქე ნათია ქობალია შეხვდა და უთხრა, რომ ის ქვეყნის სიცხლი, რუსეთუმე და მონაა. რაზეც ღუდუშაურმა მიუგო, რომ ის არის დაფინანსებული. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია ქობალია თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის წევრია. კარგია ბატონო და ევროპაში ყოფნა. დაგნებავთ მხარეს. არა, მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი ქვეყნის სირცხული რო ხართ და ისტორიაში რომ შეხვდით როგორც ჩვენი ქვეყნის სირცხული. გადამიყრით. არაფერს არ მიხდიან ქვეყნის სიყვარულში მე და თქვენ რამეს იხდიან. ქვეყნის სიყვარულში ვერ შემეჯიბრებით ვერც თქვენ და ვერც რა. ხო, და მე ქვეყანა თუ გიყვართ ატო არ გვინდა ევროკავშირში. ვერ შემეჯიბრებით. თქვენ ხო ხართ აქ და თქვენ გინდა და თქვენ ჩვენ შვილებს არ უნდა? თქვენი შვილებისთვის გინდა. ხო, მე როდის? ამდენი წელი შემიგალებთ. არა, ომი ჩვენ არ გონიათ ხომ მე მინდა ომი? არ ვიცი, თქვენ რა გინდა. ხო, არაფერი, უბრალოდ შეგახსენებთ რომ ხართ მონა. სირცხული, მე ის მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს ევროპაში. თქვენ არ გინდათ, სამწუხაროდ ეგ არის. მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა. თქვენ ხართ რუსეთუმე. ხო და სამწუხაროდ ეგ არის. კი ბატონო, ხო, რა არ ვიცი, იცინეთ ახლა. შედობიანი ფრენა.